რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას მათი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ავრცელებს. ის ირწმუნება, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ასამდე დაღუპული და 400-ზე მეტი დაკარგული ნეპალი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებს ებრძვის. სტიქია ნეპალ-ჩინეთის საზღვართან მდინარე ფოტე-კოშის ადიდებას მოჰყვა. წყლის მასამ მთლიანად წაიღო სახლები, გზები და ხიდები, დაზიანებულია ჰიდროელექტროსადგურები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაკარგულთა შორის ასობით უცხოელია, მათ შორის ინდოეთის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ზელენსკიმ აზოვის დამფუძნებელ ბრიგადის გენერალ ანდრეი ბილეცკის უკრაინის გმირის ორდენი ოქროს ვარსკვლავი გადასცა. აზოვის ბატალიონი ბილეცკიმ 2014 წელს მოხალისეებთან ერთად ჩამოაყალიბა. ბატალიონი მოგვიანებით პოლკად გადაიქცა, რაშიც ქართველი მეთაურების ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილის დიდი წვლილია. რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკის სასამართლომ 74 წლის ქალს უკრაინის არმიისთვის შეწირული $34 გამო 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით ამ გადახდამ ზიანი მიაყენა რუსეთის უსაფრთხოებას და სახელმწიფო ღალატის ბრალდების საფუძველი გახდა.